ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება რთულად მისაღები იყო? არა, იმიტომ რომ ახლა ამას აქშიც თუ რთულად მიიღე გადაწყვეტილებები, ესე იგი ვერ შედექი ზრდასრულ ადამიანად, არა. ალბათ ოჯახის შექმნა რთული გადაწყვეტილება 19-20-22 წლის ასაკში. მაშინ უფრო მარტივად იღებენ ხოლმე გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ პასუხისგებლობას არ აქცევენ ყურადღებას, ვერ აღიქვავენ. მე უფრო მეშინოდა ამ ასაკში ოჯახის შექმნის ადრეულ ასაკში, ახალგაზრდობაში ვთვლიდი, რომ შეიძლება ეს ვერ მოვახერხო, არ გამომივიდეს. ჩემთვის პირიქით იყო. ასაკთან ერთად უფრო გამიადვილდა გადაწყვეტილებების მიღება, იმიტომ რომ არასდროს არ ვიყავი აი ის კარგი გაგებით თავქარიანი, რაც ყველა ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ შეიგრძნოს ეს ახალგაზრდობის, ასე ვთქვათ, ბედნიერება. თქვენზე როგორ მოქმედებდა ხოლმე ეს გრძნობა? როგორი ხართ შეყვარებული? ვარ ძალიან ერთგული და ვარ ძალიან მართალი. უფრო მეტად მართალი, ვიდრე ტყუილს ისედაც ვერ ვიტან, მაგრამ პირველ რიგში სიყვარული არის ერთგულება და სიმართლე. რა თქმა უნდა, უშეცდომო არავინ არის, მაგრამ ეს ალბათ ის ფუნდამენტია, რის გარეშეც არ არსებობს ეს გრძნობა, თუ კი ის წრფელია. თუმცა ცოტა ხან შესული ადამიანი ვით არ მინდა გამომივიდეს, ვიტყვი რომ დღევანდელ დღეს ალბათ აღარც ვიცით რა არის რეალურად სიყვარული და ზოგს ასე გონია, ზოგს ისე გონია და მოკლედ ყველას რაც გონია, იმაში უნდა იყოს ბედნიერი. როდესაც უკვე გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა, პატარა ბუნებრივი აღარ იყავით და უკვე დიდად არ დაიკითხებოდით სხვებს აზრს, მაგრამ ცდილობა ქონიათ, რომ ეთქვათ, რომ კარგი ბიჭია, ან არ გირჩევ, ან კიდევ დაფიქრდი, იყო მსგავსი მცდელობები ამ ასაკში, როდესაც ოჯახის შექმნა გადაწყვეტეთ? არ იყო, იმიტომ რომ ჩვენ მე და ჩემმა მეუღლემ რომ ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ, ჩვენ უკვე ველოდებოდით პატარას. ეს რა თქმა უნდა არ იყო მარტივად მისაღები არავისთვის, იმიტომ რომ მე უკვე იუსტიციის მინისტრი ვიყავი ამ დროს და ყოველ შემთხვევაში ჩემი ოჯახის მხრიდან იმაზე იყო ნერვიულობა, რომ აღარ დამთავრდა ეს ჩვენი ლანძღვა, კრიტიკა ახლა კიდევ ახალი საფუძველი შეიქმნა იმისა, რომ გლანძღონ. ჩემი მეუღლე ჩემზე უმცროსია და ესეთი ხუმრობა იყო, რამაც ძალიან გამაცინა, რომ მხოლოდ მაკრონი ჯობნის დანარჩენს ყველას აჯობაო და ამით ერთობოდა ზოგიერთი ოპონენტი, ასე ვთქვათ, მაგრამ წიდათ ეს მომენტი? მე მომწონს კარგი ხუმრობა. მაგრამ ვერ ვიტყვი იქივეს ჩემს მშობლებს, მაინდა-მაინც ეს ხუმრობა არ მოეწონათ. განიცდიდნენ ამას? ალბათ განიცდიდნენ, მაგრამ ამას თუ მიხვდებოდი, რომ განიცდიდნენ, მამაჩემიც სანამ იყო ცოცხალი, ყოველთვის მაჩვენებდა, რომ არაფერი ისეთი არ ხდება, რის გამოც შეიძლება ვინერვიულო, მათ შორის, როდესაც მასაც თავს ესხმოდნენ და ძალიან ბევრ სიბინძურეში სდებდნენ ბრალს, როგორც ყოფილ პროკურორს და მოსამართლეს, ის მეუბნებოდა, რომ არასდროს პასუხი არ გასცე და რეალურად რომ გარდაიცვალა, მას შემდეგ გავბედე მხოლოდ მასზე თავდასხმისთვის მე პასუხა, მანამდე ის მიგრძალავდა, მეუბნებოდა, რომ ეს არ არის ის, რასაც შენ უნდა უპასუხო. თუ საპასუხოა, ეს მე მეხება და მე ვუპასუხებ, რა კი მე არ ვპასუხობ, ესე იგი შენ არ გაქვს პასუხის, არც საფუძველი და არც უფლება. დედა უფრო ემოციურია, როგორც ალბათ ყველა დედა და ის ხანდახან მირეკავს ხოლმე დღემდე და მეუბნება, მშვიდობაა და მეუბნები, მოხდა რამე და მიყვება ტელევიზორით, ვინ რა თქვა და ხშირად მისგან ვიგებ ხოლმე, რომ ესა თუ ის უარყოფითი ინფორმაცია გავრცელდა. და მეუღლეს რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც ამ ასაკობრივ ზღვარზე ვიღაც კი არავითარი. რამდენი ასაკობრივ ზღვაობა? 9 წელი. მე მგონი ხშირია ეს მომენტი, არც იშვიათია. არ ვიცი, მთაში ეს არ არის ხაზგასასმელი რეალობა, იმიტომ რომ მთაში ასე იყო, ქართულ მთაში ყოველთვის, რომ ვინ ვიზე უფროსი, უმცროსი იყო, არავინ არასდროს ამას ყურადღებას არ აქცევდა. უფრო ბარში იყო ეს უფრო მეტი ფუფუნება და არჩევანი და ალბათ მაშინ შეიძლებოდა მეტი ყურადღება მიექციათ ადამიანებს გარეგნობისთვისაც და ასაკისთვისაც და განათლების ცენზისთვისაც და ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან მარტივად უყურებთ ყველაფერს, ჩვენ ვიცით ოჯახში, რომ მე ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი და თუ არ ჩავთვლით რაღაც ალბათ განსაკუთრებული ტიპის
თავდასხმას, მაგალითად ფიზიკურს ან სხვა, ვიცით რომ ყველაფერი მოსულა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს სასიამოვნოა, მაგრამ ამისგან არავითარ ტრაგედიას არავინ არც მე და არც ჩემი მეუღლე არ ვქნით. უფრო მეტიც მე ჩემს შვილს, მაგალითად, რომელიც უკვე აღარ არის ძალიან პატარა, 5 წლის ხდება, უკვე ამჩნევს რაღაცებს, კარგია რომ ჯერ ვერ კითხულობს, მაგრამ ამჩნევს რაღაცებს და კითხვას რომ სვამს, მე ვუხსნი, რომ ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. მაგალითად, ამას წინათ მაჩვენა კარიკატურა, რომელიც შეუქმნია ოპოზიციურ ერთ-ერთ ჯგუფს და ვინაიდან ახალგაზრდები და ბავშვები მუდმივად ტელეფონში არიან, ამას წააწყდა და მკითხა ჩემი აზრი, რომ ეს თქვენი კარიკატურა იყო? ჩემი კარიკატურა და მკითხა, რომ ეს რა არისო? მე ვთქვი, ეს არის კარიკატურა. რა არის კარიკატურა? ავუხსენი, რომ როდესაც ადამიანს ან დასცინი, ან ამახვილებ ყურადღებას მის უარყოფით მხარეებზე. და მან მკითხა, ჩემთვის უცნაური იყო, იმიტომ რომ 5 წლის ბავშვი, მე მაგ დროს ასეთ კითხვებს არ ვსვამდი. გეწყინაო მკითხა და მე ვთქვი, არ მეწყინა მეთქი და მაშინ არ წავშლიო ტელეფონში პოთ. არა, არ უნდა წაშალო მეთქი პირიქით, შევინახოთ მეთქი, ნახე როგორი სასაცილოა და შევატყვე, რომ ეს მისთვის იყო შვება, რომ მე არ მეწყინა, ესე იგი არაფერი არ ხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ან არ უნდა გამოხვიდე პოლიტიკურ ასპარეზზე, ან მერე წყენია არ უნდა იყო, მე არაფერი არ მწყინს. უბრალოდ მე ვისმენ, ვაანალიზებ და ვიცი ხოლმე პასუხი, ან არ პასუხობ. სულ ეს არის. მეუღლეს მოუწია სიყვარულის გამო კარიერის დათმობა? დიახ, ჩემმა მეუღლემ თავისი კარიერა და ბევრი სხვა რამ, საკუთარი წარმატებები დათმო იმისთვის, რომ ვაგრძელებდე იმ საქმეს, რასაც ვაკეთებ, თუმცა რაც უფრო დრო გადის, უფრო ხშირად მესმის, რომ ეს ალბათ დროებითია, ეს შეკითხვა და მეც ვადასტურებ ხოლმე, რომ ეს დროებითია, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს მართლაც საზღვარი. მინისტრობა ხომ არ აკომპლექსებს მეუღლეს? არა, ხშირად ხუმრობს ხოლმე, იმიტომ რომ რასთან დაკავშირებით? მაგალითად, ამას წინათ მეუბნება ძალიან სახალისო თავყრილობაზე ყოველი სადღეგრძელო ასე იწყებოდაო, რომ იმიტომ კი არა, რომ მეუღლე გყავს მინისტრიო და მე ყველა ერთად ბევრს ვიცინოდითო და როგორც ჩანს ეს ძალიან შეხუმრებული ადამიანების თავყრილობა იყო და ამით გაერთნენ კარგად, რომ იმიტომ რომ არის გარკვეული, რა თქმა უნდა, კონტაქტები, როდესაც იცი რომ ადამიანი იმიტომ იჭერს შენთან საქმეს, რომ რაღაცა ან მოლოდინი აქვს პირადი ინტერესიდან გამომდინარე რაღაცა ტიპის, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც ჩანს ეს იყო მეგობრებს შორის შეხუმრებული საუბარი და ან შეიძლება მოხდეს ისე, რომ თავდაპირველად ვერაცნობიერებდე და შემდეგ როდესაც მეუღლე თანამდებობაზეა, რაღაც მომენტში გაკომპლექსებდეს, ხوار შეგიმჩნევიათ მსგავსი რამე. ჩემი მეუღლე არის გასაკვირად ღია ნებისმიერი ესეთი ტიპის გამოწვევებისთვის მოდაშია ეს სიტყვა დღეს. რაც გასაკვირია, იმიტომ რომ როგორც წესი, მე არ ვიტყვი ქართველ მამაკაცებს მეთქი, ზოგადად მამაკაცებს უჭირთ საკუთარი მეუღლე დიდხანს შეიწყნან რომ სამსახურში, მით უმეტეს მაღალ თანამდებობაზე და არ შეახსენონ, რომ მისი მოვალეობა არის ცოტა უფრო სხვა. როგორც კაცი მინისტრები ვერ იქნებიან წარმატებულები, თუ მათ მეუღლე არ უმაგრებს ზურგს, ისე რა თქმა უნდა, ქალი მინისტრი აუცილებლად დაეცემა და წაიფორხილებს მაინც თუ არ დაეცემა, თუ მას მეუღლე ღირსეულად არ უმაგრებს ზურგს და ეს ჩემ შემთხვევაში მართლაც ძალიან დიდი წყალობა ღვთის, რომ ასე მოხდა. კრიზისი არ ქონიათ, როდესაც დაშორების პირას შეიძლება მისულიყავით მეუღლესთან? არა, ჯერ არა. იმედი არც იქნება? იმედი მაქვს არ იქნება. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად აღარ ვიქნები მინისტრი.